რუსეთის ალიანსის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, რომ ჰქონდა საშუალება უშუალოდ მოგვესმინა ერთმანეთისთვის, გაგვეცნო ჩვენი გეგმები მათთვის. მთავარი ჩვენი ამოცანა და გეგმა ჩვენმა მეგობრებმა, როგორც არის დიდი ბრიტანეთი, ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები და სხვა ცივილიზებული ქვეყნები, იციან, რომ არის საქართველოს გადარჩენა, საქართველოს გათავისუფლება მოღალატური კრიმინალური რუსული რეჟიმისგან და ჩვენ ვაპირებთ, რომ მშვიდობიანი ჩვენი ბრძოლა გავაგრძელოთ იმისათვის, რომ საქართველოს გადავარჩინოთ იზოლაციას, გადავარჩინოთ ქართველებისგან დაცლას. ეხლა ბოლო ხანს გამოქვეყნდა ინფორმაცია, რამდენმა ადამიანმა კიდევ დატოვა საქართველოს, გადავარჩინოთ რუსეთის უკანა ორღობეთ გადაქცევას და ჰეზბოლას მეგობრების ნაცვლად საქართველოს უნდა გახდეს ევროკავშირისა და ნატოს წევრი. ეს არის ჩვენი ამოცანა და ბუნებრივია ამ თემებთან დაკავშირებით ქონდა საუბარი. დაპირისპირებაზე, სანქციებთან დაპირისპირებაზე, მაგალითად მიხეილ სააკაშვილის საკმაოდ კრიტიკა ალიანსში შეგნით ნახეთ მათი განცხადება ფაქტობრივად დაიმიჩნე, ხო, ისინი მიხეილ სააკაშვილის კრიტიკა იყო მისი პოსტების მხრიდან. თქვენი აზრით უწესებენ თუ არა მიხეილ სააკაშვილის ცენზურას ახლა ალიანსის წევრები და აქვს თუ არა უფლება ციხეში მყოფ პოლიტიკოსს მისი აზრი გამოხატოს თუნდაც სოციალური ქსელით? ჩვენ უკვე ამასთან დაკავშირებით ვისაუბრეთ, ბევრს აღარ გავაგრძელებთ, ყველას აქვს თავისი აზრი, ყველას აქვს თავისი შეხედულება. იცით თქვენ, რომ ნაციონალური მოძრაობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს გადასარჩენად ერთიანი ბრძოლა და ამ ბრძოლაში ჩვენი ლიდერი არის პრეზიდენტი სააკაშვილი და ჩვენ ვამაყობთ, რომ ასეთი ლიდერი გვყავს არა მარტო ნაციონალურ მოძრაობას, არამედ მთელ ქართულ პროგრესულ და პატრიოტულ საზოგადოებას. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვართ ერთ ალიანსში, შეიძლება გქონდეს განსხვავებული აზრები, ვერავინ ვერ აუგზავნოს პრეზიდენტ სააკაშვილს თავისი შეხედულება გქონდეს, ასევე არათუ არ უნდა აუგზავნოს და ვერავინ ვერ აუგზავნოს პრეზიდენტ სააკაშვილის გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველამ ერთად გავიზიაროთ ჩვენც მისმა გუნდმა ნაციონალურ მოძრაობამ და სხვა პატრიოტულმა პარტიებმა, რომ ადრე დაშვებული შეცდომები არ გავიმეორეთ და ისეთი გზით ვიაროთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად, მშვიდობიანად საქართველოს გავათავისუფლოთ ამ მოღალატური კრიმინალური რუსული რეჟიმისგან. შეიძლება დატოვოთ მაგალითად ალიანსი ამ დაპირისპირების გამო თუ არა ალიანსი არის საუბრია ჩვენ საუბრობდით საქართველოზე. საუბრობთ საქართველოზე. რა ვიცი, ყველას გიპასუხებთ. მიხეილ სააკაშვილი თუ გააგრძელებს წესების დარღვევა საჯარო კრიტიკასთან დაკავშირებით და საჯარო ლანძღვასთან დაკავშირებით, ის ასეთი მოცემულობა აღარ დარჩება ალიანსში. ანუ კიდევ ერთხელ ძალიან კაფიოდ საუბრობ, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს და ნაციონალურ მოძრაობას არანაირი შეთანხმება არ დაურღვევია, ჩვენ ამაზე გავეცით პასუხი. კრიტიკა ეს არ არის თავდასხმა და ეს ჩვენი შეთანხმებით არის გათვალისწინებული, შეიძლება ვიღაცას არ მოეწონოს ეს კრიტიკა, ეს მისი საქმეა, მისი უფლებაც არის, რომ ამასთან დაკავშირებით თავისი აზრი თქვას. ჩვენი ალიანსი არ არის ერთფეროვანი ალიანსი, ჩვენი ალიანსი არ არის დაფუძნებული იმაზე, რომ ჩვენ ერთმანეთი უნდა გვიყვარდეს ან არ გვიყვარდეს, ჩვენ გვიყვარს საქართველოს და ამიტომ ჩვენი ვალდებულებაა ყველანაირი უთანხმოება ჩვენი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე და საქართველოს გადარჩენის ინტერესებიდან გამომდინარე განვახორციელოთ და ისე ვიმოქმედოთ. შესაბამისად ეს ალიანსი ვერ იქნება ანტიმიშა ალიანსი, თუ ვინმეს მოუნდება, რომ ასეთად გადააქციოს, ბუნებრივია ამას შევეწინააღმდეგებით და არ მგონია, რომ ასეთად გადაიქცეს, მაგრამ თუ გადაიქცევა, ბუნებრივია იქ ჩვენი ადგილი არ იქნება ამის თაობაზე, ჩვენმა თავმჯდომარემაც თინა ბოკუჩავამაც თქვა. მაგრამ ჩვენ ვიყურებით წინ ყველა ამგვარ უთანხმოებას, რომელიც ხანდახან საჯაროთაც გამოდის, გადავლახავთ იმ პასუხისმგებლობით, რა პასუხისმგებლობაც ჩვენ გვაქვს ჩვენი სამშობლოს წინაშე, რომელიც გვიყვარს, სადაც გვინდა რომ ვიცხოვროთ ჩვენ და ჩვენმა მომავალმა თაობებმა და ამისათვის საქართველოს უნდა გადავარჩინოთ ამ მოღალატური კრიმინალური რეჟიმისგან
და დავაბრუნოთ ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების გზაზე. ჰერჩინსკის განცხადებასთან დაკავშირებით. პირველი ნაწილი შეხვედრაზე მაინტერესებს ოპოზიციის მხრიდან ხომ არ იყო იგივე პერსონალური ბრიტანეთზე უჩნდა მიწოდებული ინფორმაცია კონკრეტულ პირებზე ოპოზიციის ჩვენ ყოველთვის ვუსვამთ ხაზს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მეგობრებმა გააგრძელონ საქართველოს მხარდაჭერა და სანქციები განახორციელონ იმ მოღალატურ რეჟიმზე, რომელიც საქართველოს უშლის ხელს, რომ ჩვენ შევძლოთ ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება და ამ გზით საქართველოს მშვიდობიანი გათავისუფლება. ამიტომ ყველანაირი მშვიდობიანი მეთოდი ამ მოღალატურ კრიმინალურ რეჟიმთან ბრძოლისა არის მნიშვნელოვანი, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარედან ზეწოლის თვალსაზრისით. და კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, აქ კი ხართ თქვენ ბევრი ამ რეჟიმის მხარდამჭერი ტელევიზიები, მაგრამ კიდევ ერთხელ არ ვიცი ამას გავუშვებ თუ არა, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ამ მოღალატეებს სულ ტყუილა აქვს იმის ილუზია, რომ როდესაც ჩვენი მეგობრები, მაგალითად როგორც ევროკავშირმა თქვა, ამბობენ, რომ ჩვენ საქართველოს ხალხს და ქვეყანას უჭერთ მხარს და არ უჭერთ მხარს ამ რეჟიმსო, წარმოაჩინონ ისე, რომ თითქოს ევროკავშირი იქნება, დიდი ბრიტანეთი იქნება თუ ამერიკის შეერთებული შტატები, აი საქართველოს ეწინააღმდეგებიან და საქართველოს ებრძვიანო. არა, ეს მოღალატეები არ არიან საქართველო. ეს მოღალატეები არ წარმოადგენენ საქართველოს და ტოლობის ნიშნის დასმა ამ მოღალატეებსა და ქართულ ხალხს შორის არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება და რაც არ უნდა ეცადონ, ვერ მოახერხებენ ამას, რომ როდესაც ამ მოღალატეებს აკრიტიკებენ და ამ რეჟიმს აკრიტიკებენ, გამოვიდნენ და თქვა, რომ აი ვიღაცა ქართულ ხალხს ერჩის თურმე. არა, ქართულ ხალხს დიდი ბრიტანეთის, ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების ხარს უჭერს ხარს ჩვენ სუვერენიტეტს, თავისუფლებას, დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობას, სწორედ მათი წყალობით არის შენარჩუნებული ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების, რუსეთის რაშისტული იმპერიის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების, დროებით ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა, ამიტომ ისინი არიან ჩვენი მეგობრები და ამიტომ ჩვენ გვინდა რომ ვიყოთ მათთან ერთად, ამიტომ გვინდა ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება და ამას ხელს რო უშლის ეს მოღალატური რეჟიმი, ამიტომ არის ძალიან მკაფიო გამიჯნა, როგორც ჩვენი მხრიდან, ისე ჩვენი მეგობრების მხრიდან, რომ ერთი არის ქართველი ხალხი და ქართული სახელმწიფო, რომელსაც ევროკავშირი, ბრიტანეთი, ამერიკა უჭერს ხარს და მეორეს მხრივ არა მარტო აკრიტიკებს, ძალიან ხშირად, ძალიან სწორად სანქციებსაც ახორციელებს ამ რეჟიმის, მოღალატური რეჟიმის წარმომადგენლების წინაშე. ჩვენ სულ ყველას ვესაუბრებით, რომ ასეთი ზეწოლა მოღალატურ რეჟიმზე, მათ შორის თუ გნებავთ სანქციების სახით, არის მნიშვნელოვანი და ეს უნდა გაგრძელდეს. ჰერჩინსკის განცხადებასაც ვკითხავთ, ნახოთ მისი განცხადება. ოფიციალურად მისმა ეს მუქარად აღიქვა, თუნდაც აი სამოქალაქო ომის ნაწილში. თქვენი შეფასება როგორია, რამდენად სწორი ელჩის მხრიდან? მადლობა ამ შეკითხვისთვის. აი, როგორი უტიფარი უნდა იყო გუშინ უყურებდი აი ამ ივანიშვილის მონა კობახიძეს და აი ესე უყურებდა ხალხს თვალებში, ელჩმა ერთი რამე თქვა და ეს ლაპარაკობს, რომ თურმე ევროკავშირის ელჩს უნდა საქართველოში სამოქალაქო ომი და სიღარიბე. სულ სხვა რამე თქვა და გეგონება ხალხი ბაიყუშია. აი აბსოლუტურად ესე უტიფრად ამახინჯებს, სრულიად სხვა რაღაცას ლაპარაკობს ელჩის ნაცვლად. არა, ევროკავშირის ელჩი თუ სხვები ძალიან მკაფიო გამიჯვნას აკეთებენ, რომ ერთი არის ქართველი ხალხი და ქართული სახელმწიფო, რომელსაც ევროკავშირიც უჭერს მხარს და უნდა რომ ჩვენ ქვეყანაში იყოს მშვიდობა, სტაბილური განვითარება, რომ საქართველოს იყოს ცივილიზებული, დემოკრატიული ქვეყანა და შესაბამისად მალე გავხდეთ ევროკავშირისა და ნატოს წევრები და გამთლიანდეს საქართველო და მეორე არის ეს მოღალატური კრიმინალური რუსული ბანდა, რომელიც ამას ყველაფერს ხელს უშლის და მათდამი ჩვენი მეგობრების დამოკიდებულება. ამიტომ აი ეს უტიფრობა რაღაცნაირად უნდა მორჩეს და ნუ გონია მართლა ამ მოღალატეებს და უტიფრებს, რომ ასე თავხედურად გადააკეთებენ ევროკავშირის
ელჩის განცხადებას და გაასაღებენ სრულიად სხვა რაღაცას. და აქვე ვიტყვი, ირანის ელჩი გამოდის და პირდაპირ ემუქრება ქართულ სახელმწიფოს, აი ღია ტექსტით და იმაზე რეაგირება არ ქონიათ და ევროკავშირის ელჩი რო აკრიტიკებს ამ რეჟიმს და მხარს უჭერს ქართულ საზოგადოებას, თურმე ის ყოფილა საქართველოს მიმართ მტრობა, აი უტიფრობასაც და თავხედობასაც აქვს რაღაცა ზღვარი. მიუხედავად იმისა, რა აი გაუკუღმართებული არის ზოგადად სიტუაცია და რა კრემლის პროპაგანდამ ძვინვარებს ამ ქვეყანაში. ხო აქვს ყველაფერს, რაღაცა ზღვარი ხო აქვს არა? და თქვენც აი რო ხარ ტელევიზიები ხო აი გინდათ ნებისმიერ თქვენთაგანი. აი არც ერთ თქვენთაგანს რატო არ დაგებადათ ეს შეკითხვა რომ არ უთქვამს ევროკავშირის ელჩს ასეთი და რატო აბრალებ? აი რა უტიფრობა არის? რატო თარგმნი როგორც ჩვენ გაწყობს, როგორც კრემლის პროპაგანდას აწყობს, რატო თარგმნი ესე? რატო ხარ უნამუსო და მეორე, რატო ბედავ და ტოლობის ნიშანს რატო სვამ? რაც არ უნდა შენ თავი კარგად მიგაჩნდეს. შენ ბიძინა ივანიშვილო, კობახიძე და სხვა ვინც ხართ? რო არ ხართ საქართველოს ეს ხო იცით? როცა თქვენ გაკრიტიკებენ, საქართველოს კი არ აკრიტიკებენ, თქვენ გაკრიტიკებენ და არა საქართველოს. საქართველოს გვერდში როდგანან და საქართველოს მხარს უჭერენ, იმიტომ გაკრიტიკებენ ჩვენი მეგობრები. ვინ არის ეს ბლაჟევიჩი? ოღონდ გამაგებინეთ. დაბარება საგარეო საქმეთა სამინისტროში. გასაგებია, წეგან მოვისმენთ, ცლად თქვენი კრიტიკული პოზიცია გასაგებია, თუმცა აი, მაინც იგივე ნიკა გვარამიასაც ვკითხეთ, წეგან და ავალდებულები თუ ის გადაწყვეტ შეუძლია. ვფიქრობ, უნდა მივიდეს ის ელჩი იმისთვის არის, რომ ელაპარაკება ყველას, მით უმეტეს, რაც არ უნდა უკანონო იყოს რეჟიმი ბელორუსიაშიც ელჩი რო არის, იქაურ რეჟიმს ელაპარაკება, ხო? თუ საჭიროდ ჩათვლიან, დაელაპარაკება, მაგრამ მაგაზია საუბარი, რომ რას წამებენ ელჩს, რომ თურმე რაღაცა უბედურება უნდა, რაც არ უთქვამს ამ კაცს. თქვა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს და საქართველოს და ქართველი ხალხის არჩევანი არისო. წავა სწორი გზით, სინათლის გზით, რაც ქართულ ხალხს უნდა ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანების გზით თუ დაუბრუნდება საბჭოთა ბნელეთ, საიდანაც მიყავს ივანიშვილის მოღალატურ რეჟიმს ჩვენი ქვეყანა და თურმე ეს ყოფილა იმის თქმა, რომ ევროკავშირს უნდა საქართველოში არეულობა, სამოქალაქო ომი და სიღარიბე პირიქით. აი ამ მოღალატე ივანიშვილს და კორუმპირებულ და მის კრიმინალურ ბანდას უნდა რომ საქართველო დაბრუნდეს უბედურებაში, საქართველო იყოს გაპარტახებული და პუტინს უნდა რომ საქართველო მიიყვანოს სამოქალაქო ომამდე, ვისი მონებიც ესენი არიან და ჰეზბოლასი და ჰამასის მეგობარი უნდა რომ პუტინს იყოს საქართველო და არა ევროკავშირის და ცივილიზებული სამყაროს და დალაპარაკებით დაელაპარაკება ყველას ბუნებრივი ეს ელჩების საქმეა რომ ყველას ელაპარაკოს. ესეც კი რომ თელი ეს პროპაგანდაა მათ შორის თქვენი არხების მეშვეობით რომ თურმე აი ევროკავშირის ელჩი თუ რა ვიცი ბრიტანეთის ელჩი შეხვდა რომელიღაცა პარტიას. საშინელება რაღაცა მოხდა რა. ან რომელიღაცა არასამთავრობო ორგანიზაციას, ან არა, ამ თუთას არ გეუნები, ზოგადად ამ პერიოდის განმავლობაში რაღაცა სკანდალი მარტო თქვენს არხზე არ ვლაპარაკობ, ზოგადად ვლაპარაკობ, ხო და აი ამ დონეზე რო არის, რომ ხედავ შენ ელჩი შეხვდა რომელიღაცა პარტიას. ხადი აბა ელჩი აქ იმისთვის არის, რომ ყველა შეხვდეს, აბსოლუტურად ყველასგან მოისმინოს აზრი და იცნობდეს ქვეყანაში რა არის, რა სიტუაციაა, რომ გააგრძელოს თუ ეს ცივილიზებული ქვეყნების ელჩებზეა ლაპარაკი, გააგრძელონ ამ ქვეყნებმა საქართველოს და ქართული ხალხის ხარდაჭერა იმისთვის, რომ საქართველო იყოს მართლა დემოკრატიული, ნორმალური, ცივილიზებული, მშვიდობიანი, აყვავებული ქვეყანა, რომ გავწევრიანდეთ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ევროკავშირში და ნატოში და ამ გზით საქართველო გავამთლიანოთ და საქართველო კი არ დაიცალოს ქართველებისგან, არამედ საქართველოში დაბრუნდნენ ქართველები, რომ ჩვენ ვიამაყოთ კიდევ უფრო მეტად ჩვენი სამშობლოთი და ჩვენი სამშობლოს წარმატებებით და წინს. იგორ ბლაჟევსთან დაკავშირებითაც გითხავთ? ოღონდ ჯერ მითხარით ხო, ვინ არის კაცი და? აი, სწორედ დაკავშირებით საუბრობ. ამდენაძე თქვა, რომ გამოძიებამდირებს სისხლის სამართლის სანაშაულო უნდა შეიძლება მივიდეს საქმე, იმიტომ რომ არსებობს ჩანაწერები, მათ შორის აუდიო ჩანაწერები, რომელიც ამტკიცებს იმას, რომ იგორ ბლაჟევიჩი არის ეს ადამიანი, რომელიც ოპოზიციას ახალ სცენარს უწერს, ასევე იყო საუბარი ამ შეხვედრებთან დაკავშირებით, ტრენინგებთან დაკავშირებით. თქვენ იცნობთ თუ არა იგორ ბლაჟევიჩს და როგორია თქვენი შეფასება? იცით, ამ ბოდოაზე საუბარს ნამდვილად არ ვაპირებ, აი თითიდან გამოწვა ვიღაცა სახელი და გვარი მოიგონოს, არ ვიცი ვინ არის, რა არის. ის კი ვიცი, რომ ეს ქვეყანა მიტაცებული აქვს ქართული გვარის მქონე რუს ოლიგარქს
და მის კრიმინალურ მოღალატეთა ბანდას, რომელიც ინსტრუქციებს იღებს ნამდვილად კრემლიდან და კრემლის გეგმას, პუტინის გეგმას ახორციელებს საქართველოში, რომ მართლა ქართული სახელმწიფოებრიობა ჩამოინგრეს, რომ საქართველო დაიცალოს ქართველებისგან, რომ საქართველო იყოს იზოლირებული, ცივილიზებული სამყაროსგან და ჩვენ ვერ შევძლოთ ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება. ამას აკეთებს ივანიშვილი, აი ეს ზუსტად ვიცი. დანარჩენი ისინი რაზე ბოდავენ, სხვა სახელებს და გვარებს, რას იგონებენ, ეგ ჩვენთვის არ არის აბსოლუტურად საინტერესო.